Სამართლემ აქტივისტი, რომელმაც ოცნების დროშა დაწვა 10 დღიან პატიმრობაში გაუშვა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ თითქოს უჩაქემაშვილმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა. ამ წუთებში კი საქალაქოში იწყება ბექა პაპაშვილის საქმის განხილვა. აქტივისტი თეა წულუკიანის სახლთან იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ივანიშვილის წარმომადგენელმა ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ვიღაცის პიარისთვის უაზროდ განწირულად შეაფასა. თუმცა ბახუტაშვილი საქალაქოშია და დეტალებით გვერდება. მოსამართლე დავით თეთრაულმა უჩაქემაშვილს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე. უჩაქემაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. არადა უჩაქემაშვილმა სხდომაზე გაიხსენა მისი დაკავების დეტალები. მან თქვა, რომ პოლიციისათვის ოდნავი წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია, შესაბამისად არ ჰქონია მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. ის ამბობს, რომ მისი დაკავება უკავშირდება 26 მაისის აქციაზე ქართული ოცნების დროშის და სიმბოლიკის დაწვას და სწორედ ამიტომ დაიწყეს სამართალწარმოება უკვე სხვა მუხლით, რადგან დროშისა და სიმბოლიკის დაწვა კანონდარღვევა არ არის. რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადებას, მას შემდეგ რაც თეთრაულმა ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა, ხმაური იყო სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისა და თავად უჩაქემაშვილის ემოციები მოჰყვა გადაწყვეტილებას. ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს, ასე მიმართა და გამოეხმაურა მოსამართლის გადაწყვეტილებას უჩაქემაშვილი, რომელიც 10 დღით გაუშვეს პატიმრობაში. ჩვენ რამდენიმე წუთით ადრე ჩავწერეთ დაკავებამდე ინტერვიუ უჩაქემაშვილთან და როგორც ის ამბობდა, თავის საქციელს ქართული ოცნების დროშისა და სიმბოლიკის დაწვას არ ნანობს და ახლაც იგივეს გააკეთებდა და ამისათვის მზად არის, რომ პატიმრობაშიც კი წასულიყო. უჩაქემაშვილი ცნობილი სამართალდამხმარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დაევალა უჩაქემაშვილის მოსახლეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პატიმრობაში. ქვეყანაში სასამართლო აღარ არის. ადმინისტრაციული აღნიშნულ სასამართლოში თავისუფალი ადამიანები სამართალს ვეღარ იპოვნიან, იმიტომ რომ ამ სასამართლოში სამართალი არის მკვდარი. ერთადერთი სამართლის პოვნა თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები. აქ კი ჩვეულებრივი მასკარადი არის. ამ სასამართლოს არ აინტერესებს მოწვევი კრიტიკული კითხვების დროს ჩაიჭრებიან თუ არა, ისინი ვერ გაცემენ თუ არა პასუხებს. ჩვენი მტკიცებულებები საერთოდ არ გაითვალისწინა და პატიოსანი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც დღე-დაღამე მიწაზე მუშაობს, რომ ქართველი ოჯახი არჩინოს, იქ აქციებზე ალუჩები დააქვს, რომ ხალხი გამოყვებს, აი ესეთი ადამიანი 10 დღით გაუშვეს სადღაც ჯურღმუში იზოლატორში. რეჟიმი ყოველთვის გასამართლებს, ანუ გვითით ხნიან თეთრი ძაფით კერავენ საქმეს, პოლიციის არ დაუმორჩილებლობა, სიტყვიერი რაღაც შეურაცხყოფა, რაც ჩემი მხრიდან არანაირი მსგავს ადგილი არ ქონია, იმიტომ რომ მე მუშაობდი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ძალოვნებში და ვიცი, რაც გამოიწვევდა პოლიციის მიმართ შეურაცხყოფის მიყენება. ქართული ოცნების მაგ ზონს რაღაც ნაჭერს დროშას ნუუწოდეთ. ჩვენი დროშა არის აი ეს ხუჯურიანი დროშა და ამას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ამის გამო შემიძლია თავის სკილს შევწირო. თუმცა რაც შეეხება ქართული ოცნების რაღაცა ზონს, მაგის დაწვას არც ავნანობ და ამის შემდეგ თუ გარეთ ვიქნები, რა თქმა უნდა, აუცილებლად კიდევ დავწვა. თავისუფლება ნიკა ჯავახიშვილის და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. საქალაქო სასამართლოში სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო კიდევ ერთი აქტივისტის ბექა პაპაშვილის საქმის განხილვა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი მოისმენს მხარეთა პოზიციებს ბექა პაპაშვილის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით. მას ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. საქმე ეხება თეა წულუკიანის სახლთან გამართულ პროტესტს, რა დროსაც მოქალაქეები წულუკიანის სახლთან შეიკრიბნენ და აჟღერებდნენ სხვადასხვა მოწოდებებს და საპროტესტო ლოზუნგებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართალწარმოება ბექა პაპაშვილის წინააღმდეგ. როგორც ჩვენთან საუბრისას ბექა პაპაშვილი აცხადებს, ისიც მზად არის პატიმრობისათვის და არც ერთ სიტყვას, რომელიც მან თეა წულუკიანის სახლთან თქვა, არ ნანობს, რადგან დაიცავს ეროვნული გმირების ინტერესებს მუდმივად, როცა საჭირო იქნება. როდესაც წულუკიანმა გიორგი ანწუხელიძეს მიაყენა შეურაცხყოფა და უწოდა ვიღაცის პიარ შეწირული, უაზროდ შეწირული, მოქალაქეები შევიკრიბეთ მის სახლთან, რა დროსაც მე სიტყვით გამოსვლის ბოლოს უკვე შევიგინე მოღალატეებზე და მათ მიმართ ვინც ფიქრობენ, რომ ომი საქართველოს დაწყებულია,
და ამის შემდეგ უკვე დაიწყეს 166-ე მუხლით საქმის წარმოება და დღეს მასამართლებენ მოღალატეების გინებისთვის მოღალატეთა სამინისტროს აქვს საჩივარი შემოტანილი. მოლოდინები რა თქმა უნდა არ არის მაინც სახარბიელო, იმიტომ რომ იზოლატორისათვის გამოსაცვლელებითა ვარ მოსული, ჩანთა გარეთ მაქვს ამჯერად დატოვებული, თუმცა ველოდები რა თქმა უნდა პატიმრობას. ეს პიარისთვის არის რომ საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნონ, ჩვენ დავიჭერთ, იმასაც მივდგებით, ამასაც დავიჭერთ, მაგრამ ჩვენ ამ დაჭერებით ვერ შეგვაშინებენ და ჩვენ კარგად ვიცით თუ რა კრიზისში არის ქართული ოცნება და ჯობს რომ ბიძინა ივანიშვილი მოიგოს გონს და აღიაროს ის მარცხი რაც განიცადა საზოგადოებასთან. ადვოკატების შეფასებით ადმინისტრაციულ საქმეებზე სულ უფრო გახშირდა და ტენდენციად იქცა პატიმრობის შეფარდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც უკვე გითხარით, შეუფარდეს 10 დღიანი პატიმრობა აქტივისტ უჩა ქემაშვილს, რომელიც 26 მაისის აქციაზე რუსთაველის გამზირზე პროტესტის მონაწილეებს ალუჩით უმასპინძლდებოდა. ახლა მიმდინარეობს კიდევ ერთი აქტივისტის ბექა პაპაშვილის პროცესი. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი ბექა პაპაშვილის წინააღმდეგ და იქნება თუ არა ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა პატიმრობა.